თავის დროზე როცა ეს შენობა აშენდა, უნდა ყოფილიყო ციხეების მუზეუმი და გარეთ შენობის ფასადზეც მსგავსი ტექსტებია, ბრძოლის წლები და გამამხნევებელი სიტყვები. ანუ მთლიანი კომპლექსი ჩანაფიქრი იყო გამარჯვების მემორიალი, ესე უნდა ყოფილიყო, ესე ქვია. ამაშკელის ძეგლი არის რომ ჭაბუკი და დამპროექტებელი იყო დავით აია. მხოლოდ ერთი ციხის იყო მაკეტი ამ შენობაში, დანარჩენი ფოტოები იყო და მერე იყო საქინფორმი გაზეთი, იმათი რეგიონული ოფისი, აქ მოდიოდა ფირები, აქედან არჩევდნენ და თბილისში აქედან აგზავნიდნენ. რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ მე ავტომატურად ფოტოების გამოფენის შეკრების სივრცედ გადაიქცა. ოთხმოცდაათიანებიდან წყვეტა უკვე. ჩვენ შემოვით 2016-ში დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, რომ ეს სივრცე უნდა გაკეთებულიყო და რაღაცები გვექნა, დავიწყეთ დასუფთავება და ის უკვე 2019-ში დაგვეწია ევროკავშირის გრანტი, რომელმაც ფაქტობრივად კაპიტალური რეაბილიტაცია მოახდინა ამ გრანტის ფარგლებში. მარტო ეს სივრცე არ არა, მაგალითად ქალაქის სრული ტურისტული ინფრასტრუქტურის ახლებურად გაკეთება, გადააზრება მოხდა, ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკები. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ეთნოგრაფიული სახელოსნოების აშენება და დიდი პროექტი იყო და რაც საერთო ჯამში ამ სივრციდან დაიწყო.
21 წელს უკვე ავმუშავდით სრული დატვირთვით. მომწონს კომუნიკაცია და ფოტოგრაფია იმდენად მეხმარება კომუნიკაციაში, რომ რა თქმა უნდა ისე იმას ავირჩევდი. ყველა ვარიანტში, და იმ ქიმიას აღარ ავირჩევდი არაერთარ შემთხვევაში. ძალიან ამოწურს ასე არის კონცენტრირებული თერმული ენერგია ერთ ქალაქში და უბრალოდ დედაქალაქში და ფინიშში ეს არ მოწურს რა. დაახლოებით წელიწადში 1000-დან 1200 ახალგაზრდამდე როტაციის პრინციპით სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა უწევთ. აი ამ ოიმას გვაქვს როგორც საგანმანათლებლო პროექტები, ისე ვთქვათ სახელოვნებო მიმართულების პროექტები, არაფორმალურ განათლების ასე ვთქვათ ცენტრი გვაქვს რაღაცნაირად ესე, სადაც ვასწავლით გრაფიკულ დიზაინს, ფოტოგრაფიას, სახვით ხელოვნების მიმართულებებს და რაღაცნაირად ისეთ შეიკრა, რომ თავისუფლების კუნძულად იქცა ეს სივრცე. სრულიად ღია ვართ, შეუძლიათ მოვიდნენ რაღაც კინოჩვენება გააკეთონ, დისკუსია მოაწყო. ბიუროკრატიისგან დასხილია ეს სივრცე. ამასწავლე. აბა ის ნახე. ანუ მადლობა დიდი. ნახვამდის და წარმატებები. სად ინსტაგრამზე? უბრალოდ თუ გინდა, მოდი გითხარი, რომ ამ დღეს გვინდა და გააკეთე რა, ყოველგვარი რაღაცების გარეშე. ჩვენ ვართ იდეაში პროფესიული გაერთიანება, ფოტოგრაფები, რომლებიც ვიღებთ ყველაფერს, მათ შორის მიმდინარე აქციებსაც. ჩართული ვართ ხოლმე იმ პროცესებში, ჩვენ დაუნებურად, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. და ой. ანუ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ხდება, მაგრამ უამინდობის შემთხვევაში ძირითადად რა. ეხლა ვიცით რა ხდება, ხო? წყალიც არ გვაქვს, შუქიც არ გვაქვს. გამოვიტანოთ ინსტალაციის ნაწილები. დენზე არ გვაძლევენ იმას, ნებართვას. სულ ზემოთაც არის დატო. მოდი ზემოთ რო ვიკითხოთ, ვინ დაალაგა იმას ეცოდინება, რომ სადუშია. კომუნალურზე უნდა მერის ნებართვა, წერილობითი თანხმობა, რომ იქნებიან თანახმა, მაგრამ არ გვაძლევენ და. ეს არის? არ ვიცი. პირველი გამოფენა რო გქონდა ჩვენ, ძალიან დიდხანს დაგვჭირდა ასე ვთქვათ, დარწმუნება ვიღაცების, რომ გამოფენას რო ვაწყობთ, კურატორი არ იცოდნენ რა იყო, ანუ ვინ იყო გამოფენისთვის და რა გინდათ აბა ეს რა უნდა იმის დაკიდებას ახლა ესეთი, აი რა ვიცი. ეს რო დავდეთ უფრო სწორად, ხალხს ეგონა რომ პირდაპირ კედლებზე დავწერთ და გვეძახეს ვანდალები ხართო და არა ხალხო ნახეთ. როგორ შეიძლება ქალაქის ასე დაბინძურება? პირველი რაც იყო ის, რომ აი ხა მათი გადმოსახედიდან იყო რომ ვთქვათ, რაღაცა მიტევებული სივრცე განახრა და მათ შორის დიდი, ანუ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ჩვენი მხრიდანაც და დონორების მხრიდანაც და ქალაქს ასე ვთქვათ, დარჩა ეს ადგილი. ერთი რომ ვთქვათ, მაგ კურთხით უყურებდნენ დადებითად, მეორე ის რომ განა ისეთი რა უნდა გააკეთონ, რომ ეხლა რა ვიცი, ვიღაცას რაღაც საფრთხე შეუქმნა რა. ეს არის ხო? ამბავი არის ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გვინდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენი თავარი მიზანი არის გორის იდენტობის შეცვლა. ხო, ანუ გორი ყველასთვის არის, რომ არის ან ვაშლის ქალაქი, ან სტალინის ქალაქი. ხო და მარტო ვაშლი და სტალინი არ ვარ. კი, გვინდა რომ ხელოვნებასთან ასოცირდებოდეს და არა ზემოთ ხსენებულ ორთან. ამაზე მოვდით. ეს სივრცე ფაქტობრივად იყო საზოგადოებრივი საფრთხე ხმამაღალი და თქვამი, ანუ უბრალოდ მიტოვებული და ვისაც უნდა და შემოდიოდა და შვებოდა რაღაც. ბილიკი არ არსებობდა, იყო ტალახი
და ეს რაღაც გალავანი იყო ლაქა, რომელთანაც ანუ მაქსიმალურად შორიდან რომ მოგევლო, იმიტომ რომ საშინელება ტრიალებდა აქ. ყველაზე დიდი ბაზარი იყო ეს გორის, ბაზრობაც იყო, ბაზარიც იყო და აი ყველაფრის ერთ სიტყვით რა ცენტრალური. აი მთელი ეს ხალხი და მთელი ეს ხალხი მოდიოდა და აქ ისაქმებდა რა. აი დაახლოებით 200 მეტრზე იყო. რანაირად შემოდნენ იქ? და დაახლოებით 4 მანქანა პირდაპირ მნიშვნელობით, აი ესე იყო რა, მუხლავდეთ და გავიტანეთ აქედან. ჩვენ გვინდოდა მხოლოდ ის, რომ ერთი საგამოფენო დარბაზი ყოფილიყო და უბრალოდ რა ვიცი, რამდენიმე ფოტოგრაფი შევკრებილი ყავით და რაღაცეები გველაპარაკა. ახლა არის მიმდინარე პროექტი ღია გალერეა ხელოვნების სახლში, რომელსაც უკვე მესამე წელია ვახორციელებ. მოვიფიქრეთ ასეთი პროექტი, რომ ყველასთვის ყოფილიყო, ვისაც კი უნდა რომ თავისი ნამუშევარი გალერეაში კედელზე განათავსოს, ან ჭერზე, ან იატაკზე, მოკლედ სადაც უნდა. არაფრით არ ზღუდავდით ხალხს და წელს გავაწყვეტეთ, რომ უფრო გავამრავალფეროვნოთ და დავამატეთ, ანუ ნამუშევრების გარდა რომ ყოფილიყო პოდკასტები, ვორქშოპები და ასე შემდეგ. ეს სივრცე სულ ასახავდა, სულ არსებობდა და სულ პროტესტს გამოთქვავდა. და ერთ-ერთი პირველი რაც იყო ამ პერიოდში იყო უკრაინის ომი. და მაგალითად ეს სივრცე ჰქონდა ჰუმანიტარულ იმათ გადავაკეთეთ დღის ცენტრად. მე გავაკეთეთ უკრაინელებისთვის ქართული შემსწავლის კურსები და მოდიოდნენ და აქ სწავლობდნენ ქართულს. სოციალურ ქსელებში ყველაფერდა რომ აი ეს დუმილი რაც იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით რა რაღაცნაირად გაჭერითო. რომ აი გაირღვა მაგითი და ქალაქის სინდისი ხართო რა. ვიღაცებს უკვე აღარ მოეწონათ ის საქმეები, რასაც აქ ვაკეთებთ. დაიწყო, არჩევნები შედეგების მერე. რა შედეგებიც დაიდო, მაგის მერე რომ ეს პროტესტი ისევ დააწავიდა, ამდენი ხანი წინა წლების პროტესტი და წინა პროტესტები, რაც მანამდეც იყო არჩევნებამდე. ანუ შეგრძნება იყო ის, რომ ერთი და იგივე რაღაცას ტკეპნი რა. როდესაც ხელოვანი ხარ და სახელოვნებო სფეროში ხარ, ანუ ყველაზე ისეთი უნდა იყოს თამამი და თავისუფალი რა და შესაბამისად რა უნდა გავუკეთებინა თუ არა ის, რომ ეს პროტესტის შეგრძნება გამოგვემჟღავნებინა გარეთ. რაღაცა უცხორო ხდება ამ ქალაქში, რაღაცნაირად თავსწირდებით ხოლმე და ნაუმარი ქალაქი ბოდიშს არ ეხდის, ეს ბანერიც ზუსტად იგივე შემთხვევა იყო, ანუ მასიურად მოედო, ვირუსულად გავრცელდა მთელ საქართველოში, ჩვენს წინ მომჭაბუკის ძეგლთან ვიღაცამ დადო აქტივისტმა. წარმოდგენა არ გვაქვს ვინ იყო, თუმცა იმდენად ის იყო სიმბოლური ამ ქალაქიდან ეგ მესიჯი, რომ ამ ხელოვნების სახსაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, მსგავს თუ რაღაც უნდა გაეკეთებინა და დავსხედით ესე, როგორც ყოველ საღამოს ხდებით ხოლმე ყავა ჩამოვისვით. რა გავაკეთოთ, დავიწყეთ ფიქრი. დავიწყეთ ფიქრი. გამოვიდა ეს, რომ მთელი შენობა გაქვს, როგორც ერთი უსუფთაფურცელი რო დაიდო რა. საიდანაც ხო უნდა დაიწყო და აი ზუსტად ეგ საიდანაც დაწყება იყო ის, რომ აი მოვედი და დავწერე ეგ პირველი რაც იყო. მე რო უკვე წამოვიდა დანარჩენი. ეს ინსტალაცია მოიცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე
საპროტესტო აქციებზე შეგროვილ გამონათქვამებს და ლოზუნგებს, მაგრამ მთავარი ეს იყო, რომ ნაომარი ქალაქი ბოდის არის. და ეს არ მოეწონათ ყველაზე მეტად. ესო და გადავიდეთ პირდაპირ. ნახევარზე მეტი რო ცარიელი ფურცელი. ხალხი თვითონში იოსებს. პირველი გამოდის ის street artist workshop. შენც უნდა დაყიდო ეს თუ? ქირვაკ დავტოვო. დატოვა კი. ძალიან კაია. ახლა არასდროს ვკონს რა დავტოვო. გარეთ დავხატეთ და ხალხთან, ანუ ხალხის რეაქციები იყო ძალიან მაგარი. თვითონაც პირველად ხედავდი, ხო? გვერდმა დაგლოცო. ზოგი პირიქით, ანუ ცუდი ის ყოდა დამოკიდებულება. იმიტომ რომ ვაფერადებდით. და ანუ ხალხი რო ჩადიოდა, რავი ზოგი შარდავდა, ზოგი რა შვებოდა. ესეც როგორ ქნათ? ეს როგორ მინდა? ანუ აი ესე რომ დავდობა. ხო, ესე რომ დავდობა, ესე გადაშშულა. ესე იმ ტუალეტზე შეგვიძლია ვფიქროთ, ჩემო სასტურში რო არის გორის. აუ ხო. გორზე არის ხოლმე განსაკუთრებული აქცენტები, ბოლო რაც იყო ეს 2008 წლის ომი, რომელმაც თავისი დაღი დაამჩნია და ეს დაღი დღემდე მოყვება ამ ქალაქს. ერთ-ერთ ოფენიერს თვითმფრინავმა გადმოიფრინა და ბუნებრივად ვინც ამ ქალაქში ვიყავით, თან მიხედებით მაგ დროს მაღლა ხმაზე. და რო ავიხედეთ და ხალხიცაც რო უყურებდი, ანუ ძირითადად ვინც აიხედა იყო გორელი. ხო, ანუ ის ანუ თვითმფრინავის ხმა დაგვრჩა იმათ რა, რომ ყველა შემთხვევაში უნდა დავინახო. ნახე, როგორ უყურებდა დაინახე? რა საყვარელია. ამ ქალაქს ეს ტრავმა აქვს და მოდი ახლა ბოდიში მოუხადოთ, ეგრე 60 წმენდილს ეგრე არ ხდება. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. იმის გამო რომ დავალების შესაბამისად მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. ანუ ამბავი არის ის, რომ ახლა გარშემო რასაც უყურებთ, საკუთარი სახლები რო შეხვდა. შეიძლება ძალიან მალე საერთოდ ეგ საკუთარი სახლები აღარ იყოს. ადგილობრივ მოსახლეობაში ახლა მაშინ იმ კაცმა რას თქვა, რომ ბოდიში უნდა მოუხადოთ, ხო? ცალსახად ხალხმა არ მიიღო კარგად რა. ეხლა ვიღაცა ემარო ტახში დაუკრეს იქ
ტაში დააკვრევინეს. ეგრეც არ არის. არ მიიღო კარგად ნიშნავს, რომ ეხ განწყობებს ხო ხდებით რა, რომ ან ვერ გაიგეს ან რატო თქვა ეს საერთოდ საიდან მოდის ეგ ის ბოდიშის ის ინიციატივა, იმიტომ რომ არც რაღაცა მოლაპარაკების ის გვაქვს დაწყებული, არც ის რავი რატო, ხო ან 60 წმინდელზე მართლა ეგრე ხო არ არის და თან ამ იმაში ამ ამბავში ხო ჩვენ ხო ვიცით რომ მართლები ვართ რა. კაია. უბრალოდ ცოტა ზევით ხენჯი. და მარტო. ეს გამოიყენოს კენ. აღმოჩნდით უკვე 2025 წელს, აღმოჩნდით იქ, რომ მოგთხოვეს ინსტალაციის გამო შენობის და ყველა ამ მიზნის დატოვება, იმიტომ რომ ეს ინსტალაცია არ მოეწონა. მეორე დილით მოვდივართ, მე და მარიამი, აქ, იქ შედვართ შემოსასვლელში და პირველი მოდის მერის წარმომადგენელი. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება ვნახო? კი, მორწონდი. მე ვარ მერის თანამშრომელი. შემოხვედი. დავასურათეთ, მოვრჩით, გავგზავნეთ ჩათებში და ვბრუნდებით. ვინ მოგცათ ამის უფლება? ჩვენით გავაკეთეთ უბრალოდ. თქვენ უფროსმა იცის? ჩვენ ვკითხეთ რომ უკაცრავად ჩვენ უფროსი არ ყავს. ანუ ჩვენ მართლა ეგრე არ ჩვენ არ ყავს როგორც ასე დირექტორი და ასე შემდეგ. ჩვენ არ ყავს უფროსი. ოთო იგულისხმა უფროსში. ნუ რა თქმა უნდა ახლა. წავიდა. არა, წავიდა. 16 ნოემბერს გავხსენით ინსტალაცია. 21 ნოემბერს უკვე წერილი მივიღეთ მერიისგან, რომ სასწრაფოდ დაგვეცალა, 3 დღეში დაგვეცალა შენობა. და მერე უკვე ეს ანუ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროტესტებია და მერე უკვე 28 ნოემბერს უკვე თქვეს, რომ საერთოდ ევროპაც არ გვინდა და ვაჩერებთ საერთოდ ყველაფერს. შუა უნდა გაიკრიფოს. ჩაიდეს. უფრო საყვარელია სულთანი. ეს უფრო ოფიციალური ტიპი არის. მეწელი მგონია. სო, გადაგიცხვეთია. მე რა თქმა უნდა. პაპი, როგორ ახარ, პაპი? რა ვიცი, რა შვებ კატაობთ? თქვენ და ცოტა შუა დღისკენ გეცლებათ? აი ჩვენთან, აი იქ არტში, ხელოვნების სახლში. პატარა ვიდეო რო ჩავწეროთ, ჩვენ საუჯდებით და ერთად პოდკასტის ვარიანტი. როგორ მოთხოვდა? არ ვიცი, რა მოძრალია. მოთხოვდა. ერთი სერია მაქვს დაწყებული, რა ქვია, გაჩერებები საქართველოში. ცალკე ამბავია, აქ ვინაიდან ეს კონფლიქტის ის არის ხაზი. იყო ხოლმე გორი თბილისი ნიქოზი მატარებელი, რომელიც ანუ საერთოდ გააჩერეს რა. გორი დაიწყება და გადის ამ სოფლებს, რომელიც მე ფაქტობრივად ყველა იმის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე. ზაფხულს ის ბოლოს დავიწყე და მე უბრალოდ ეს ამბები როა ეხლა. აი რა დროს გაჩერებები ხოხდები ძალიან ძნელია რა. ჩურატო დაგეცა. რა მომიქნა? და პრინციპი მოაჩარჩო. აბა, კი, არ ვიცი. გუშინ ტაქსი პროექტის მთავარი იდეა არის, რომ არც კურატორობა, არაფერი, არც ადგილს არავინ არ არჩევს, თვითონ არტისტი რომ მოდის, სადაც უნდა იყიდებს რა. ხო, სანამ არის ადგილი მოდის და კიდებს რა, ეგარი. ერთი მოვიდა მე დასაკიდებლად და მეორე მეგობარი რომ მოყარა გავაკეთო და პომა დაიღო და ეს კედლებზე ნახა და სახეები.
ერთ წელს გავაკეთეთ ის გორში, გორის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ამ ფოტოფიქსაცია არა ესეთი და იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძეგლი არის ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ფაქტობრივად რომელი წელი 99-ია ხო რა თუ 98-ია გამოცემული რაღაც კატალოგი, სადაც შესულია და იმის მერე არაფერი აღარ განახლებულა ეს ის რა. დვანში მაგალითად წმინდა გიორგის ეკლესია ზუსტად ისე გააულეს სპეციალურად თან განა რაღაცა ისე გაულეს ეს ის საოკუპაციო საფლავები და ეკლესია მოახვედრეს იქით და აი გიორგობას და იმას ხოლმე აი ჩადგებიან ესე და მე ხალხი რუადის იქ თვალებს იჭერენ. ზოგადად პრობლემა რას უნდა ვლაპარაკობდეთ? ანუ მაგის გარდა ყველაფერზე ვლაპარაკობთ. ეხლა გუშინდელი და გუშინწინდელი ისინი იყო რა პირველ აღს რო ის ქონდა არ ვიცი ნახეთ თუ არა. ქალი კაცი და კარგი რა დროს ეგ არის ეხლა აი რაზე ვილაპარაკები ეხლა ხალხს დაცემე პირამით თავის ზოგ საკუთარი ეზო და ამ დროს აი მასე ლაპარაკობ ეგ ხალი ხო კაცია და ხალი კარგი გეცადობა რა დროს ეგ არის ეგ არ არის მშვიდობა, ეგ არის ალბათ ის რა ქვია, ქარიშხალიროა და შუაგულში რო ისაა ხოლმე რაღაცა სიწყნარე, ეგეთი ამბავი, ანუ გარშემო. არ მოეწონათ ის, რომ სახელმწიფო შენობაში ვიღაცამ რაღაცა თქვა. ეგ იყო რაღაცა ნაპერწკალი, რომ თქვენ გიჟები ხო არა ხართ, რამდენ საბედინებ. თანხმრივად მოითხოვეს გაწყვეტა საჯარო რეესტრში. ჩვენ ამაზე უთხარით რომ დავასვაპირებთ და არ დაუკმაყოფილოთ, მაგრამ რა თქმა უნდა არ მოგვისმინეს და ამ ეტაპზე იმყოფებით სახელმწიფო შენობაში. მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ, რა თქმა უნდა, სანამ სასამართლო დავას არ მოვიგებთ. მოქმედი გალერეები რეგიონებში თითქმის აღარ არსებობს, რაღაც მცდელობები იყოს სხვა რეგიონებშიც, მაგრამ ზარმალი დაიხურა. პრობლემა საერთო ჯამში ისიც არის, რომ კულტურული ფონდები საქართველოში არ არსებობს, ანუ ქართულს ვერც გაიხსენებთ რა. და ნუ ის კანონის შემთხვევაში განსაკუთრებით ურტყავს, იმიტომ რომ კულტურული საქმისთვის თუ გჭირდება დაფინანსება, უნდა ევროპულ ან ნუ მოკლედ დასავლურ ფონდებს მიმართა. სულ 5 დღე იყო იქიდან ინსტალაციიდან რომ წერილი იმასქნეს, მოგწერეს. ჩვენ მერე საპასუხო წერილი მივწერეთ, რომ იცი რა, ანუ თუ მოდი რაღაცა თუ გინდა რომ გააკეთო, მოდი ვილაპარაკოთ რა გინდა. გვეუბნებია რომ ჩვენ უნდა გავხსნათ აქ ინოვაციების ცენტრი. ანუ მეტი რა ინოვაციის ცენტრი უნდათ, ცოტა მაშინ მოვდეთ თან თუ რაღაცა ეგეც აკეთებ, მით უმეტეს ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულების მქონე გუნდი ვართ, რომელიც თან შეგიძლია მოხვიდე და კოლაბორაციულად გააკეთო რაღაცა, ხო? ინოვაციების ცენტრი არის ადგილი, პატარა რეკლამა. ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გამოიყენონ 3D პრინტერები, იქნება მათთვის ტრენინგები, საჯარო შეხვედრები და შეძლებენ ასევე დაფიჩონ სტარტაპები. აი სტარტაპების დაფიჩვის გარდა ყველაფერს ვაკეთებთ. ბიუჯეტი სულ რაღაც 5000. ორი ანეკდოტი არის მან ინოვაციები რო გონიათ კომპიუტერები მარტო და მეორე რო არც მოვკითხავთ თქვათ იგივე რაღაცები რო გვაქვს ჩვენ. მე გამოვიტან უცბად სკოჩს. ვერ ვნახე. ანუ ჩვენ იმდენს ვითხოვთ რეალურად თანხას, რომ საბოლოოდ გამოდის, რომ ანუ მოხალისეობრივად უფრო კიდევ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ ხოლმე.
პირველი წერილი იყო ოდნავ დიდი, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ მოგწერეს თავიდან ძალიან მოკლე წერილი, რომ წყვეტავთ ხელშეკრულებას და დატოვეთ შენობაო და ჩვენ მერე გადავწყვეტეთ აგვეხსნა, რომ ეს იურიდიულად არასწორია, იმიტომ რომ გავლილი გქონდა უკვე იურისტებთან კონსულტაცია და პირველი წერილი იყო, რომ ცოტა ესეთი ვრცელი მოგწერეს, სადაც თვითონაც ვითომ ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მერიას როცა ჭირდება, ანუ მოკლედ იძულებულები ვართ, რომ შენობა დავთმოთ. და მაგის მერე ჩვენ ვწერდით ასევე ძალიან დიდ წერილებს და თვითონ გვწერდნენ რაღაც ერთ აბზაცს. ბოლოს ისე გააკეთეს, რომ ბოლოს აღარც მოუწერიათ, ან პირდაპირ საჯარო რეესტრში შეიტანეთ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ რაღაცა მოთხოვნა. და ესეც საჯარო რეესტრიდან და მედიიდან რო არ გვენახა, შეიძლება და ვერც გაგვეგო. ჩვენ კი არ ვიცოდეთ. არავის არაფერი არ უთქვია. აი ეს რაღაც დილით ვიღუძებთ და რა ხდება? ხელშეკრულებას გვიწყვეტავენ ცალმხრივად. და მე რო უსვათ რაღაცა ოფიციალური განცხადებისთვის დავორგანიზდით და ხანდახან მგონია ხოლმე რომ ვიღაცა მოუკრძალა რომ არავის დაელაპარაკოთ ჩვენ გარშეო და მაგიტო არავის ელაპარაკებია. ამ ხალხს ვიცნობთ კაცო, ნუ ხო არ არის ცოტა დრო რაც არიან ძალაუფლებაში ხო და თან მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით ახლა ეს მუნიციპალური სტაფი არ იცვლება არასდროს, ანუ ერთხელ რო არიან და არიან. თუ რაღაც ისევ პოლიტიკური ნიშნით არ გაუშვეს და ანუ ყველაზე სასაცილო ეგ არის რომ ანუ რაღაც პირად შეხვედრებსაც არიდებენ თავს რომ შემთხვევით არ იკითხა რაღაც. ოთვარი ზოგადად ხო გაიცანით და აი რო ხვდები ადამიანს და გეღიმება და ესე ოთოს ვინც ხვდება ყველას ეღიმება. და მერიაში რო შედის და გაგახსენდა რაც მოხდა და ჩაუვარე. ანუ გაეღიმებათ, გაახსენდებათ, რომ არა ამასთან მისალმება არა ეკე ამბავი. კაი ამბავი და ჩაუვიდა. ერთი სახასიათო რაც აქვს არის რომ ანუ მე პოსტფაქტუმ გეუბნებიან, ანუ რაღაც შედეგი რო უკვე დადგება, მე გეუბნებიან რომ მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. როგორ უნდა ელაპარაკო ხო, რაღაც რეპუტაციული თუ შეურაცხყოფა რო მოგაყენეს უკვე, მე მიდიხარ, რავი, აი, ვეღარ არის დიალოგი რა შესაძლებელი. აი, პირდაპირ იყო ის დღე, როცა ჩვენ შეხვედრა აქცია დავაორგანიზეთ. აი, არაფერი უბრალოდ თქვით, რომ მოდით, ვისაც ხელოვნების სახლზე გული შესტკივა და ერთად ვილაპარაკოთ რა ვქნათ. იმიტომ რომ ხელოვნების სახლი არის ხალხის და არა კონკრეტული ადამიანების. და მაშინ მოვიდა იმაზე ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე წარმოგვედგინა. მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი გამიკვირდა რომ საჯარო დრო მოვიდა, ცალკე ამბავი იყო რო წერდა. ან მირეკავდა, ან ხშირ შემთხვევაში მაგის შეშინოდა თან ასე ვთქვათ რაღაცა ის და პირადად მოდიოდა და იცი რა, აი ვერ ვახერხებ ეხლა და აქ არ მოდიოდა ისე ხდებოდა ქალაქში. აი იცი ვერ მოვედი, ხო იცი რომ საჯაროდ ვერ დავაფიქსირებ ჩემას, მაგრამ იცოდე რომ თქვენს გვერდით ვარ და თუ რაღაცა გადამწყვეტი ის იქნება, აუცილებლად რაღაცა ის ეს შიშის ფაქტორი ცალსახად არის პატარა ქალაქებში. ძირითადი დასაქმების ის ამ ქალაქშიც და პატარა ქალაქებში არის სახელმწიფო სტრუქტურები, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი და ერთგვარი კონტროლის ის არის რა, ეს საშუალება, რომ რაღაც ზედმეტად არ ამოიღო ხმა. რაღაცა ისეთი არ თქვა. თუმცა როგორც კი რაღაცა ის არის, ასევე უწევთ მე იმ რა ქვია, ვერტიკალთან შეჯახება, რომ რასაც რიგითი ადამიანი ფაქტობრივად ვერ გაუძლებს. აქ არის სასამართლო, ხო? აქ არის სასამართლო, რომელშიც მალე შევხვდებით. ხო, სულ მაინტერესებდა როგორი იყო შიგნიდან. და იქით არის ბაზარი. 21 საუკუნე ქვია ბაზარს.
ეხლა ვართ სასამართლოს ეტაპზე, სასამართლო მიიღო წარმოებაში, როგორც იქნა მესამე იმაზე, ცდაზე. და წარმოებაში მიიღო და ეხლა ჩაინიშნება, სხდომა რავი, როცა ჩანიშნავენ, გვეტყვიან და მე უკვე ალბათ განხილვა იქნება. როგორც გვეუბნებიან, გაზაფხულზეო ალბათ, რავი. იმედია გაგვაგებინებენ. იმიტომ რომ ხელშეკრულებას რო გვიწყობდნენ, არ გაგვაგებინეს. ერთხელ ვიყავით აქ. მე არ ვარ. ჩვენი კლუბის წევრი დაიჭირეს და რამდენჯერმე დაიჭირეს, ერთხელ აქციაზე დაიჭირეს თბილისში. და ერთხელ გორში იყო პატარა აქცია პოლიციასთან. ეს ყოლა აივში გასული. გირჩის წევრმა რო ჩაკეტა პოლიციის ეს მანქანის შესასვლელი. ხო და ეს ლაივს იღებდა. ის ხო დაიჭირეს, ესეც დაიჭირეს რა. ხო და მაშინ ქონა სასამართლო. მე თელავში დაიჭირეს აქციაზე და მაშინ ძალიან ბევრი ვეძებეთ, იმიტომ რომ წავიყვანეთ გურჯაანში. ეს რაღაცა ნაცნობებს ურეკავთ გურჯაანში, ხო არ იცით სად არის, მიდი გეხვეწები ლობიანი შეაწოდე რა. და მესამე იყო უკვე თბილისში დაიჭირეს, ვიდეოც გავრცელდა, TV პირველმა გაავრცელა, როგორც მახსოვს. ბორდიუზია ესე ჩაცოცხლული და 3 ქართველი ურტყავს. ხო და აი ბოლოზე უკვე სიტყვიერი შენიშვნა მისცა მოსამართლემ კუთხეში დააყენა ეს. ეს არის გორის აგრარული ბაზარი და ეხლა ღამეა უკვე აღარაფერია. ბაზართან არის სასამართლო. და სიმბოლურია. როგორ ახალ ლექსა მადლობა შეგაწუხეთ რა. ანუ თან საქმე მიდითოში. მანამდე რა ვიცი, მოდით აი დროზე ვთქვათ რა, აი რამდენი ხანი გვაქვს დაახლოებით. ანუ შესაძლებელი ახლა რამდენი ხანში უნდა იმასქნან? შესაძლებელი როგორც წესი, ანუ გადაგზავნი და როცა მიიღებენ 10 დღეს უსაზღვრავს ხოლმე სასამართლო, რომ 10 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ. შესაძლებელი არა, მაგრამ ამასთან თავის პროცედურები აქვს, ვიდრე პოსტა მივა, მე ისინი იმათ მიერ გამოგზავნილი პოსტა ჩაბარდება სასამართლოს და გარდა ამისა, ანუ შესაძლებლის წარმოდგენა არ ნიშნავს იმას, რომ სხდომა ჩაინიშნება, მაშინვე როგორც კი შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი. ჟურნალისტებთან გააკეთეს კომენტარი, რომ სხვა რაღაცა მერიასთან დაქვემდებარებული ორგანიზაცია უნდა შევიყვანო და ამიტომ გვჭირდება ეს კონკრეტული შენობა. ხო არა და იმ ორგანიზაციას როგორც მე ვიცი, ქონდა შენობა გამოყოფილი და ანუ ის შენობაც კი არ ქონდათ მოწესრიგებული, ასე ვთქვათ, სადაც შეიძლებოდა რომ ემუშავათ რა. კაპეზეზე თუ მოხვდები რა წიგნი მინდა? ცხოველების ფერმა. ცხოველების ფერმა წავიკითხე მაგდა. პროცესი არ მაქვს წაკითხული. და აი პროცესს წავიკითხავდი. 12 დღეში წავიკითხავდი რამე პატარა წიგნს ალბათ. მარტო პატარა 12 დღე გაქ არაფერს არ აკეთებ. მე ნელა ვკითხულობ. მეც ნელა ვკითხულობ, მაგრამ რავი. მაგრამ პრინციპში ხო 24 საათი გაკ. რავი, აი ადრე წავიკითხე ნიცშეს ზარატუსტრა და არ მახსოვს კარგად და ალბათ მაგას წავიკითხავდი. თუ 7 წლით დამიჭირეს განსაკუთრებით. ისა მე ვხატრო რომ გამობადგება. ხო, კი, დატუების კეთება დაიწყო ზურგზე ეკლესია. ნაუმარ ქალაქში იმ დროს როცა რუსთაველზე 300,000 კაცი დგას, მაგ დროს ქალაქში რო გაივლი, იტყვი რომ ყველაფერი, აი იმედს უყურებ რა, ეგეთი შეგიძლია გაქვს, რომ აი ყველაფერი ძალიან სიმშვიდეა, ყველას რაღაც ძალიან კარგად ცხოვრობს და შვიდობა, ხო არაფერი არ ხდება. ევროკავშირთან რო გავწყვიტეთ ურთიერთობა ხო გახსოვთ? უცბად რომ თბილისში როცა ალივითა ვარ და გორშიც მოყვა რეაქცია და გამოვიდა სოთაშორის ხალხი. გორის ყვალობაზე რა ვიბიჯელოთ რა, იმიტომ რომ ძიმე ხალხი ვართ. მარტო ხელოვნების სახლში შემოსვლაზე და კითხვაზე კი არ არის აქ ზოგადად ამ აქციაზე გამოსვლაც უჭირს ხალხს. ზოგ სამსახური აქ რაღაც სახელმწიფო სამსახური აქ ზოგი იცნობს, ზოგს გულწრფელად სჯერა რომ ესენი მართლა შვიდობას ენარჩუნებენ. რამდენადაც სასაცილოდ არ ეჩვენებოდათ შეიძლება რაღაცა ვიღაცების ბაბლში ეს პროპაგანდა, რაც იყო ომთან დაკავშირებული, ძალიან იმოქმედა, აი ძალიან. მე თვითონ ვიკვლევდი მაგ საკითხს, ომთან დაკავშირებული შიშები, როგორი იყო შიდა ქართლში და
ანუ მართლა ყოველი მეორე ადამიანი ამბობდა იმას, რომ კი, ანუ არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ რუსეთი ისევ შემოვიდეს, თქვათ. და თუ კი ვიღაცა ეუბნებოდა, რომ აი ამ შიშს მე ვაკავებ, იჯერებდნენ ამას. კანდიდატის სტატუსის მიღება მთელი ქვეყნისთვის ხო იყო ძალიან დიდი ზეიმი და თვალს ქვეყანაში იყო რაღაცა მხიარულების მუხტი. და ამ დროს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, ანუ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფლებში მთელი ღამე სროლების ხმა ისმოდა. და ადამიანებს ეგონათ, რომ იმის გამო, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლა შეიძლება ომი დაიწყოს. ბო, ახერები ხდება. იარაღი გაისროლეს, დაინა. მაგას ვეძახის, საგიჟეთი ქალაქია. ხედავთ რა ხდება. შვიდობა. ეხლა არის რაღაცნაირად სიჩუმის ეტაპი მთელ ქალაქში და ალბათ ქვეყანაშიც, მაგრამ აქ განსაკუთრებით იგრძნობა, რომ ელოდებიან რა მოხდება. ელოდებიან რა მოხდება, მანამდე თუ თქვათ რაღაცა ის ქონდათ აი მკაცრი პროპაგანდა, რომ ესე იქნება და ესე იქნება, ესეც კი გაჩერებულია და არის რაღაცნაირად ლოდინის რეჟიმში და აბა საით გადაიხრება რა. აქ გადავიდეთ? კი, კი. ეს არის მდინარე მეჯუდა. ის ვიდეო გააქვს ნანახი? ანკესი მიჭირავს, მოთევზავესო გავარ? აბა შემომხედე, ანკესი მიჭირავს. მოთევზავესო გევარ. მე ვაჭრობა მინდა ძმაო. მე რა მინდა ლიახვის პირას, ბაყაყები ვითვალო. ძალიან ცნობილი ვიდეოების 90% არის გორიდან. შუშანა, შუშანა. ოღონდ ცადა. ატენელი ხარ? ბოშურელი ხარ? ბოშურელი ხარ? აზურაც გოს ბიჭი ხარ? არა. გამოდო. ჩემი აზრით სასამართლო არ მომწონს. ჩემი აზრით სასამართლო არ მომწონს. რომელზე მესაუბრებთ ახლა სასამართლოზე რა ციხეზე თუ რაზე? შუალათიცი. ეგ ამბავი. არაო სტალინმა უთხრა მეორე მოთხრა ეს არისო. არაო. აბა რომელიაო? აი შუალათითიო. დადო პატარა სტალინი. მე ვარ სუმბული წესურიკო, პატარა სტალინი. გმადლობ ყურადღებისათვის. აქ იყო ხო დამკვირვებელი? აი აქ ხო. გორის უნივერსიტეტი ხო რაღაცა დიქტატორული აი ძალიან ცუდი სიტუაცია გორის უნივერსიტეტი. ადგილი, აი ყოფილი რექტორი მოგეხსენებათ. ეხლა პარლამენტშია, წინამოწვევის პარლამენტშიც იყო. ანუ აი რაღაცა გიორგი სოსიაშვილი ასეთი ადამიანია რა უნივერსიტეტის. დღესდღეობით უნივერსიტეტები ხო რაღაცას აფიქსირებენ ბათუმის უნივერსიტეტი, თბილისშიც რაღაცა თეატრალური აკადემია, ეს ილიაუნასში. ესენი არა. როცა ყავს რამდენი 1500 სტუდენტი, ხო? ანუ ძალიან სამწუხარო ფაქტია ზოგადად რა. შენზე უჭორა. როგორ ხარ გოგო? არ კატაჟინა. ეშო. სადმეტი ხარ? მე რა ხოჭი რო თოვში მოხდე. ხო. ბალატეთ. აუ ეს რა მოიგო დავწერე. ეგ შეგიძლია რა? კი, დავალება. აჰა. გუშინ შევამოვიდეთ ხოლმე. არა. რატო? გუშინ არ ვიყავ, ხო შეიძლება. ეს ხო ვიყავ, ნიკას სიმითი ინიციატივით და ატეხვით გვაქვს ესეთი პოდკასტი. რა ქვია, რა ხდება გორში. ანუ ვლაპარაკობთ გორში რაც ხდება რა და არის ხოლმე ხან თემა არის ხელოვნება, სახელოვნებო, ზოგადად ქალაქში რა ხდება, რა ის არის ძირითადი თემა, მაგრამ ჩვენი ეგ არის. დღევანდელი მასში გადაცემაში ჩვენი ძველი მეგობარი ნიკო პაპა, ნიკო კალანდაძე, ფოტოგრაფი, ძალიან მაგარი ფოტოგრაფი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ბოლო წლების ფოტოარქივი შექმნა ამ ქალაქის და ისეთ საინტერესო არქივია, რომ რავი, ერთი ორი ფოტოგრაფი თუ იმას იდავს რა, დაიყრა ხებს და ჩვენ მოვედი
როგორ ხარ? გამომზადოთ ხო? ხო, ეს კაია. მოკლედ დღეს გვაქვს რა ხდება გორში special edition. აჰა, ეგრევე ყოფილა თუ. ხო, კი. კონკავშირის გაერთიანების კონკავშირის მდივანი იყო რა გაერთიანების. აი ამან წაიღო ჩემი ფოტოაპარატი რომელიც მაჩუკა იაპონელმა. ნიკონის აპარატი რატო და სურათებს რო ვიღებდი რა ისეთი ხმა ჰქონდა დარბაზში სუბოლო რიგებში ვიჯექი მე და ტელეობიექტივი მქონდა ძალიან დიდი კაროს გერმანული ტელეობიექტივი იყო და ის ჩხაკუნი მაინც ჰქონდა რა იმან ჩავაჩხაკუნი გეკონება აი ქვაეს როვეცა და ჩასწრეს ვიღაცას ყველა აი სულ ყველა ეს მოტრიალდი უკანა მხარეს ჩემ მხარეს სულ მოდამთავდა რა ღონისძიება და ტიპმა მოვიდა იაპონელმა აი რაღაცებს მელაპარაკებოდა ჩამოიხსნა თავისი ნიკონის აპარატი და ღირსი ხარ და მაჩუკა და გამოვედი ეს დამხდა კარებში შეადგინე ეგ აპარატი მე დამჭირდებაო და ჩავუხსნა და წაიღო რა ეთყოდი რამეს და ამის დალაჟებდა ჩემსაც რა ერთხელ კომბინატში დამიბარეს და მითხრეს რომ რაც გადაღებულია უნდა მოიტანაო და აქ უნდა იყოსო რა ადმინისტრაცია ხო და ჩემი მიტანა იყო და მესამე დღეს ხანძარი გაჩნდა დაიწყო ზუსტად იმ ოთახზე ეკიდა სადაც ინახებოდა აი ეს ფირები და უბედურება თან ფირი როგორ ავდება შეგიძლია ჩახედო ჩამართ თუ არა გორი როგორც კულტურული ქალაქი შეიცვალა განვითარდა გაიზარდა განვითარდა ცოტას განვითარდა ხო მაგრამ აი ხარისხში იყო ეხლა სხვაობა აი მაშინდელი ღონისძიებები დღევანდელი ღონისძიებები დღეში რო დაიწყეს ამ სივრცის დაკეტვაზე საუბარი მე გამეცინა რა იმიტომ მეც ვარ ნამუშევარი იმის გაწმენდაზე უბრალოდ მეოთხე ერთი კვირა დატოვე მეთქი და თვითონ მოგიგდებენ აქ უგადა აბა შედით და იმუშავეთ მოვედი აქ თიქალი შემოვიდა ეგიდან ეკეთა ბიჭები იდგადა და ბოლტიში და რასაკეთებ და ესენი უბნები რა ვქნა ბაბა რა ვქნა საწავიდეო ბაბა მაგ პრობლემას ამ ხანი ვებწოდეს იცი ო ბიჭებს და რა მისწავლა ზი ხარ მუშაობ თოთი რაცა მოვა აი ჩაიწუსკა რა სხვათა შორის ბილი ბეგდო იქ და წყალს ვასხავდი ცოტა ხანს ბიჭე მოვდოდა